წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და მასზე დატანებული კეთილი სურულები ამ დღის მთავარი ატრიბუტია. ასე იყო გუშინაც ოზურგეთის ნომერ 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტრადიციულად ბოლოს არის ღონისძიება თეატრში აღნიშნეს. ადა ბ კლასი ცალ-ცალკე წარსდგა მაყურებლის წინაშე და მათი 12 წლიანი პერიპეტიები ბავშვებმა საინტერესოდ და სახალისოდ წარმოადგინეს. ოქროს მაძიებლები და ლელოს გამტანები. პარალელები ამ პირობითი სახელწოდებით დაიყვნენ და გამორჩეულად საინტერესო და სამახსოვრებელი და იუმორით სავსე ისტორიები, როგორც მასწავლებლებზე, დირექტორზე, ასევე მათზე ჩვენ თვალწინ გააცოცხლეს. დღეს ბევრ სიხარულთან ერთად მცირედი სევდა ახდა, სევდა ბავშვობასთან გაშორებისა. ღონისძიებას გამორჩეული ქორეოგრაფიული და სასიმღერო ნომრები კრავდა და კიდევ მეტად ალამაზებდა. საღამოს კულმინაცია კი მოსალოცად და დასალოცად სცენაზე ასული სტუმრები და დირექტორი გახდათ, ასევე ფოიერვერი, რომელიც მე-12 კლასელების დიდ სიხარულს ყველაზე უკეთ გადმოსცემდა. უბრალოდ სიტყვებით შეუძლებელია გადმოცის ემოცია, რაც ჩვენ მქონდა სცენაზე დგომის დროს. ეს დღე ერთგვარად როგორც თქვი არის როგორც ემოციური, ასევე სევდიანი, სასიხარულო დღეც, მაგრამ გსურდა რომ რაღაცნაირად ეს სევდა მაყურებლამდე მიგვეტანა ისე, რომ ყველაფერი არ დამთავრებულა. ჩვენ დავბრუნდებით, ჩვენ აუცილებლად გადავცურავთ მას და ჩვენ ისევ დავბრუნდებით იქ საიდანაც დავიწყეთ. მადლობა ყველას, მადლობა თეატრს, მადლობა ჩვენს მასწავლებლებს იმისაც რომ მოგცეს შანსი დღეს გამოსულიყავით სცენაზე და გვეთქვა ჩვენი სათქმე. ძალიან მალე გავიდა ეს 12 წელი და სიმართლე თითქოს ვერც ვიგრძენი. აი ყველა როგორი ჩართული იყო მასწავლებელი, არ ვიცი ბავშვი, აი უდიდესი მადლობა თითოეულ მათგანს და მეორე სკოლის დამსახურება, თეატრის დამსახურება, ყველა ჩვენგანის დამსახურება, რომ ეს რაღაც ასეთი საოცარი გამოვიდა. მადლობა ყველაზე ძალიან მიყვარხარ და ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდით. ძალიან ემოციური დღე იყო, ისე გავიდა ეს 12 წელი, ვერც კი შევამჩნიე. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მშობლებს, იმიტომ რომ ისინი სულ გვერდში გვედგან 12 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ასევე ჩვენს დამრიგებელს, რომელიც კარგ დღეებში და ცუდ დღეებში სულ ჩვენთან ერთად იყო და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დირექციას და ქალბატონ ფატისიორიძეს. ჩემი ემოციები დღევანდელ დღეს ენით აუღწერელია. ჩვენი სკოლის ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დავხურეთ დღეს განსაკუთრებულად გამორჩეულ ულამაზეს უნიჭიერეს კურსდამთავრებულებთან ერთად ულოცავ მათ ამ გზაზე წარმატებით სიარულს. მინდა რომ ყველა ახალი ნაბიჯი ახალი წარმატების საწინდარი იყოს მათთვის, დასახული მიზნები რაც აქვს მიაღწიოთ ყველაფრისთვის და ის სიყვარული, პატივისცემა და თანაგრძნობა რაც სკოლიდან გაყვათ, უნდა მებრძოლი იყოს ცხოვრების მანძილზე.